მივესალმები ჩვენს ძვირფას მაყურებელს და დღეს ტელესტუდია ინკოგნიტოს საოცარი ქალბატონი კოსტუმრად მისი წიგნების თემაზე ოდნავ მოგვიანებით ჩემი ნოჩი ჟურნალისტი ისაუბრებს, მანამდე კი მინდა მე განსაკუთრებულ თემას შევეხო. ქალბატონო თინათი, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ უამრავი ჯილდოსა და სიგელის ასე ვთქვათ მფლობელი ბრძანდებით და ალბათ ამის ფასი რომ ვიცით, თქვენ თვითონ დაარსეთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ესა. თქვენ თვითონ დაარსეთ ბუ, რომელიც აი მეც მომიტანა და ჩემს ნოჩ ჟურნალისტსაც საჩუქრად ძალიან გამახარა ამან და მოდით უამბოთ ჩვენს მაყურებელს აი ამის დაარსების ამბავი და ცერემონიალი, რომელიც ყველაზე საოცარი ყოფილა დაცვით და მთელი ამბებით შემოდის მწერალთა კავშირის დარბაზში და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად აი ამ კედლებში თუნდაც პატარა მცირედი ფურცელიც რომ განვაგრძელოთ ძალიან ბევრს ნიშნავს, ხო? და მოდით გვიამბეთ ამის შესახებ. კი ბატონო, გიამბობთ, იცით რა არის? სულ მინდოდა რომ ვიღაცა გაეღიმათ ჩემს მოქმედებაზე, რაღაცა გამეკეთებინა ისეთი, რომ განსაკუთრებული ყოფილიყო. განსაკუთრებული ყოფილიყო. აი, იუმორში ყოფილიყო რაღაცა. და ისა, იმიტომ რომ ყველა სერიოზულია, რაღაც ისეთ ის არის რაღაც პრეზენტაცია, აი ყველაზე ძალიან სერიოზულად გადასცემენ რაღაცა და მე მინდოდა რომ გაეღიმათ და ფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. აი ფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა და ერთ დღესაც, როდესაც შეუხვიე ჩემს შესახევში, ხედავ რომ მოდის ბიჭი, რომელსაც მკლავზე, მარცხენა მკლავზე უზის ბუ და მოდის რა თავისთვის შეურაცხყოფა. ეს ბიჭი ვერ ვიცამი და ვეუბნები, მე ვთხარი, საიდან ეს ბუ თქვენ მიბრძანდებით მეთქი და მე ვაგერო მამიდაჩემ მითხრა სახელი და გვარი და მამიდაჩემთან ვარ სტუმრათა და ეს ბუ კიდე ჩამოვიყვანეო მარტვილიდან, ესაო რა. მე ვთხარი ბიჭი თუ გოგო მეთქი და გოგოაო მითხრა, მან სახელი ქვია არ ქვია, მაშინ დავარქვათ მეთქი სახელით გოვთხარი. და მეგრული სახელი? და მეგრული სახელი დავარქვით ზაბული. ამის შემდეგ რომ დაწექი უკვე და ვფიქრობ, ახლა მე უნდა დავაარსო ჭკვიანი ბუს ორდენი და გადავწე ყველაზე საყვარელ, ყველაზე მეგობრულ და ყველაზე ისეთ ძალიან უყვართ ადამიანები და რა ძალიან უყვარვარ და ძალიან ურთიერთობა რა თქმა უნდა აი ისვისაც ვარსებობ ზოგადად ვარსებობ მე უცხო გამიღიმებს ქუჩაში იმ დღეს მთელი დღე კარგ გუნებაზე ახლა წარმოიდგინე როდესაც მეგობარს გააღიმე გავაკეთე ესეთი შოუ რომ ვთხოვე მწერალთა კავშირის დაცვის თანამშრომლებს რომ მე დავაარსებ იქ რომ გამოვდივარ მიკროფონთან ვამბობ რომ მე გახლავართ ვინც არის საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს იმიტომ დასავლეთ საქართველოში უკვე მყავს ასეთი ადამიანი თან როგორ ხდება ჩემს ნარიადს ყავისფერი ძალიან და უნდა შემოვყვეთ ახლა როგორც პრეზიდენტს დამაფასოთ უნდა მეთქი და შემოდის ეს დაცვა აწერია და შემოდიან ესენი და მე მათ ვანთავისუფლებ, თქვენ თავისუფლებ ბრძანდებით, მე ახლა მიკროფონს უნდა მიუბრუნდე და ვამბობ რომ მე ვარ აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ თბილისის და მიმდებარე დასახლებების თავისუფალ ფრთოსანთა ასოციაციის პრეზიდენტი. და ამ ასოციაციამ რადგან პრეზიდენტად ამირჩია, დავაარსებ ჭკვიანი ბუს ორდენი. და ამ ჭკვიანი ბუს ორდენს გადავცემ ყველაზე ერთგულ, ყველაზე ჭკვიანთა მეგობრების გვერდში ყველაზე დგომ ადამიანი. მე ბედნიერი ვარ, პოეტებს და ყველაზე ჭკვიანი პოეტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ მეგობრების გვერდში მინდა. ეს ნამდვილად, ამიტომ მე მინდა რომ ეს მე ძალიან ჭკვიანი ბუს ორდენი გააჩვენო. დღეს რომ მეც ყავისფერები რომ ჩავიწე, ეს პირიქით უხდება მეგონი. გამოჩნდა იმას შავპოზე ძალიან ლამაზია. აი ასე. აი ნახეთ რა კარგი მოა. ჭკვიანი ბუს ორდენოსანი, მე-19 ორდენოსანი მე ახლა მალე ალბათ გაზაფხულზე ვაპირებ ბუს ორდენოსანთა შეკრებას და მათ შორის მეც მომიწევს ბუს ორდენოსანთა შეკრებაზე
გეპატიჟებით თქვენი უღრმესი მადლობა და ქალბატონ თინათინს არ მინდა აქვე დავივიწყო. ქალბატონ თინათინს მარტო მე არ ვახსოვარ. ჩემი ნორჩი ჟურნალისტი, ნახეთ როგორი საყვარელი მოიტანა ჩემს ნორჩ ჟურნალისტს. აი ეს და ძალიან გაახარებთ, აი ვერც კი წარმოვიდგენთ როგორ გაახარებთ ჩემს პატარას. ნახეთ როგორი საყვარელი და როგორი კარგი, არა? ნახეთ საყვარელზე ისიც ეს ბუზის და ეს თქვენს ფერებშია. კი, ჩემს ფერებში კი არის, მაგრამ სინამდვილეში იმ თვარის გამო დიახ და რომ ეს ძალიან ისეთი ორიგინალური ბუ იყო ძალიან და ავარჩია, ამიტომ ეს ბუ უღრმესი მადლობა ქალბატონო თინათინ ჩვენთვის აი ეს საჩუქარ ჩემთვის პირადად არის განსაკუთრებული და ორიგინალური და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან მიყვარხართ და დარწმუნებული ვარ წიგნები რომელსაც თქვენ ბავშვებისთვის გამოსცემთ დრო მოვა რომ აუცილებლად ძალიან ბევრი სკოლა აი ამ წიგნებს შეიტანს და რაღაც თქმა უნდა ბავშვებს ხატრულ ლიტერატურაში ის სიკეთე თუნდაც ის რომ თქვენ ბუს აი ეს გადაცემის ცერემონიალი სიკეთის და სიყვარულისთვის დაარსეთ ხო ამას ამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის. მოკლედ, უღრმესი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და მე ბედნიერი ვარ, რომ მეც გავხდი აი ამ ბუს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მატარებელი. დიდი მადლობა. აუცილებლად გეწევით ჩვენი გადამფრენი ჯგუფი, როდესაც წიგნის პრეზენტაცია იქნება, რომელიც ვიცი რომ უახლოეს მომავალში იქნება და აუცილებლად მივიღებ აი ამ ბუს კიდევ ასეთი ცერემონიალით. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის.